მოგესალმებით, ლელას ყვავილების გამომწერებს, მეგობრებს, უბრალოდ ყვავილის მოყვარულებს, ვინც თუნდაც პირველად მოხვდებიან ჩემს გვერდზე, ყველას მოგესალმებით. დღეს გვაქვს ულამაზეს, უნაძეს და ამავდროულად ყველაზე გამძლე ყვავილზე საუბარი. დღეს ჩვენ ერთად უნდა დავაკალმოთ ვერბენა. ვერბენა, რომლის ბუკეტიც მოგივზადეთ, სპეციალურად თქვენთვის, რომ მეჩვენებინა, თუ რაიმე აყვავებული იყო, აი ასე ერთ ყუთში მოუყარე თავი და მინდა რომ ასე ვისაუბრო. მეგობრებო, ვერბენა გახლავთ. ყვავილი, რომელიც ყვავის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარშიც აქვს ხოლმე კოკრები უბრალოდ დაბალი ტემპერატურის გარმო ვერ ყვავდება. ძალიან მაინტერესებს, როგორი კმაყოფილები ხართ ამ მცენარით. ჩემთვის ვერბენა ერთ-ერთი უსაყვარლესია და შეიძლება ითქვას, რომ ათეული რომ მქონდეს საყვარელი ყვავილების შევიდო და უეჭველი. ახლა ვამრავლებ ვერბენას, გაგიკვირდებათ ალბათ. შეიძლება რომელიმე თქვენგანმა თქვას, ლელა, კარზე ზამთარი მოგადგა, რა დროს გადამრავლება, რაღა დროს დაკალმება, მაგრამ მეგობრებო, მე ვსარგებლობ იმით, რომ მაქვს სათბური. თქვენ იგივენაირად შეგიძლიათ გაამრავლოთ ეს მცენარე გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომას, ნებისმიერ თბილ სეზონზე. ვერბენების კიდევ ერთი გადამრავლების მეთოდი გახლავთ თესვა. თუმცა ყველა ვერბენა თესლს არ იკეთებს. გამოყვანილი ჯიშები, ძირითადად ამპელური ჯიშები, ნაკლებად იკეთებენ თესლს, ან საერთოდ არ იკეთებენ. და ბუჩქოვანი, რომელიც ბუჩქად იზრდება, ისიც ულამაზესია, იმათ უფრო ბევრი თესლი აქვთ. ნახეთ რა ხდება. ვერბენა, რომელიც გადაჭრის გარეშე იზრდება, არც თუ ისე ლამაზ ფორმებს იღებს. ნახეთ. მართალია კოკრებით არის და ახლა იშლება და სამწუხარო ამის გადაჭრა, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ამოტანილი აქვს ერთი ტოტი მხოლოდ. ბატონო, ამონაყრელები აქეთ იქით, ორ-ორი ამონაყარი, მერე ეს თითო ამონაყარზეც ორ-ორი დაიყოფა, ესეთი თვისება აქვს ამ მცენარეს, მაგრამ მაინც სიმაღლეში იქნება გაზრდილი იმის გამო, რომ ესე წავა და წავა. რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა რომ გაზაფხულზე ძალიან ლამაზი ბუჩქები გქონდეს? რა უნდა გავაკეთოთ, თუ არა გადაჭრა? გადაჭრა, აი ნახეთ ახლა. დაბლა ორი ამონაყარი აქვს, არც როგორ ჩანს, შემდეგ ორი და შემდეგ კიდევ ორი. მე ვჭრი აი აქ ზემოთ. თუ კიდევ უფრო დაბალი ბუჩქი გინდათ რომ გქონდეთ, შეგიძლიათ თქვენ გადაჭრათ აი ასე. ქვემოთ ძალიან უხდება გადაჭრა ვერბენას. შემდეგ ამ ყვავილებს მოვაცლით, კოკორს მოვაცლით, ფოთლებს შევაცლით. და ნახეთ, ეს უკვე კალამია, მეგობრებო. აი აქ აუცილებლად გამოიტანს ფესვებს დაკალმებისას. ვურჭმევთ ასე. სველ ტორფში, კონტეინერებში. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პირველი რომ არასოდეს არ ამრავლებს იმ ყვავილს, რომელიც არ მოსწონს, ან არ უყვარს. და რაც მიყვარს, იმ ყვავილებს რომ გადავჭრი, როგორ ფიქრობთ, ტოტების გადაყრა შემიძლია? არ შემიძლია. თანაც მე ვარ ადამიანი, ვისაც გადამრავლების მანია აქვს, თუ რაღაცას ვაფესვიანებ, ვამრავლებ. ამიტომ ვერბენას ტოტებს რა თქმა უნდა არ გადავყრი ახლა და აუცილებლად დავაკალმებ. კიდევ ერთი ხომ არ გადავჭრათ, რომ მარტივად გასაგები იყოს თქვენთვის. აი ნახეთ როგორია. მე ახლა დაკალმებული მაქვს, აი ეს ერთი პატარა კალამი იყო და ნახეთ როგორ გაიზარდა აქეთ იქით. სასწაულია მოკლედ. ახლა ნახეთ აქ რას ვიზამთ. აქ აუცილებლად დავუპატარავებთ ამ ტოტებს. ერთი კალამი, ორი კალამი და აი ესეც უნდა მოვაჭრათ. დაგვრჩა ასეთი ბუჩქი, რომელიც 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 ამონაყარს გაიკეთებს. 14 ტოტი და ეს ტოტების რა თქმა უნდა დაიყოფა, წარმოიდგინეთ როგორი ბუჩქი გვექნება გაზაფხულს. ამიტომ თუ ვერბენები გაქვთ, ასე ძალიან გადაზრდილი, გადმოზრდილი, გინდ ქოთანში, გინდ ღია გრუნტში, შეგიძლიათ გადაჭრათ. მოუხდება, ძალიან მოუხდება, მეგობრებო, უშიშრად გადაჭერით, არ გახმება. პირიქით დაგიფასებთ, უფრო კარგად დაიბუჩქება და აყვავდება გაზაფხულიდან. მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან მინდა რომ ეს ყვავილი შემსავით შეიყვაროთ. ვისაც გიყვართ და უკვე გაქვთ ამ ყვავილის თუნდაც ფოტოები შემორჩენილი, ძალიან გთხოვთ, მაინტერესებს, როგორები გყავდათ გაზაფხულს, ჩაყარეთ კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის.